რა დავინახე და ბავშვი რომ მოკვდა დავინახე. ჩემ ხელში მოკვდა ბავშვი. ხელში იყვნენ ჩავარდნილები ეს. ამოყვანილი ყავდა ხელოვნურ სუნთქას უკეთებდნენ პოლიციაზე იგი. ჩემთან ერთად იყვნენ უყურებდნენ. რომ ბავშვი ხელოვნურ სუნთქას უკეთებდნენ და მოკვდა ბავშვი. და სასწრაფოს დაურეკე, მე თვითონ 4 ჯერ დაურეკე და სასწრაფო არ იყო მოსული. ბავშვმა რომ თავი გადაგდო, პოლიცია მაშინ აიყვანა და წაიყვანა საავადმყოფოში. ანუ საავადმყოფოში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს ეს ბავშვები, ხო? ბავშვი ადგილზე მოკვდა რომ გადაიყვანეს. ბავშვი უკვე მკვდარი იყო რომ გადაიყვანეს. ხედავთ აქ სადმე შემოღობილს. თქვენ ხედავთ აქ შემოღობილს. თქვენ თვითონ ხედავთ შემოღობილს ტერიტორიას? არა, ხო? ლენტია ბავშვი რომ მოკვდა მაშინ შემოღობილს ლენტით. პოლიცია მევიდა და თავიანთი ლენტი მათ შემოარტყეს. გასაგებია, მადლობა. ქალბატონო, აი ტერიტორიის შემოსაზღვრა თუ მოითხოვეთ თქვენ აქ როცა დაიწყო სამშენებლო? მას მოთხოვნა და თქმა და ის არიციან რომ ასე მოხდებოდა? ჩვენი მოთხოვნა რაშია სადი რომ როცა მათ მშენებლობას იწყებენ, მშენებლობას იწყებთ, ხო? ეს უსაფრთხოება, ხო? ყველა მშენებლობის ვალია, რომ ჯერ უსაფრთხოება უნდა დაიცვათ და მერე მშენებლობა უნდა დაიწყონ. აგენმა ხო? ჯერ მშენებლობა დაიწყეს და ალბათ მერე უსაფრთხოებასაც დაიცავდნენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ჯერჯერობით უსაფრთხოება დაცული არა. უსაფრთხოება რო დაცული არა, იმიტომ მოხდა ასეთი ინციდენტი. შეიძლება რომ გადარჩენილიყო ბავშვი ნამდვილი. თქვენ გქონდათ მითითება ვინმეს მიმართ, რომ აი ტერიტორიის შემოსაზღვრას ითხოვდით უსაფრთხოებისგან გამომდინარე? რატო უნდა გქონდეს ბატონო მითითება, როდესაც მოდის და აშენებს მშენებარე, ეს მისი ვალია რომ შემოღობოს, სადაც რომ აკეთებს რაღაცას, ხო? დაიწყეს მუშაობა და მერე ის უნდა შემოღობონ და არც ის არ უცით თუ შემოღობავენ. აქ რო ერთი ქოხი ჩავდგათ და მერწმუნე, ხო? მთელი მთავრობა ფეხზე დაგვადგება. ეხლა რას ვაკეთებთ? ასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ? ჩემი იქნება, სხვისი იქნება, ისიც დამეწვება, ხო? გინდა თქვენი იყოს, ხო? რატო უნდა მომხდარიყო ესეთი რაღაცა? ვინ აგებს პასუხს? გარდა ამ შემთხვევისა ალბათ აქ ბავშვების უსაფრთხოება არ სხვა დროს იყო დაცული, ხო? იმიტომ რომ ტერიტორია ეს დროს მაგ თემასთან დაკავშირებით წლების მანძილზე მეც ხო ყოველთვის პრობლემა მქონდა და ყოველთვის საყვედურობდი ხალხს რომ უნდა დაახუროთ თავი მეთქი. მათ შორის მახსოვს მე ახალ კორპუსებთან კანალიზაცია იყო გადმოსული, იყო გუბეები და ვითხოვდით. ეხლაც ეგ არ ვითხოვთ, მაგრამ ვინმე გვაქცევს ყურადღებას? არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. აი ესენი გამაპროტესტე. გამგებელს და იმ დღეს მაგრი ის მოდის აქ ედვარდ ნაგასიძე მოდის და იქ არჩევნებს და ტაშუკრავ და მოვიგეთ და მევთხე ვერ მეგე და შევაგინე. აი ესენი მაგ გაჩვენებული აქ ტელევიზიაში მაგ დადებულება, აი ამას რო აკეთებ ბავშვები აქ და აქ უსაფრთხოება და შვილების იმეთქი მე ვძახ და ეს ტელევიზიებშიც არის გასული. აი დღეს შედეგი დადვეს. ღმერთმა მათ ოჯახებში გვენახოს ასეთი, აი როგორც აქ დღეს ყველას ატირებენ. მე სიგდილით მოვედი და ზევედი. სიგდილით მოვედი. ახალი კორპუსების ეზოში უკვე მე რამდენი თვეა კანალიზაციის გუბეებია და თქვენ ითხოვთ უსაფრთხოებას და იქაც არ არის მოწესრიგებული. ეზოში გაიტანეს, აქ და ბების გაიტანეს, შებენი გაიტანეს, ფული აკეთეს. აგერმა გადაღებული და ნახეთ თუ გინდა. ფული აკეთეს, აქ და გადავარები დატიეს. ფული გააკეთეს, ფული და შეკრული იყო ყველა. დაძღობილი დიდია, ჩემი და დაძღობილი ყველა. აი ახალი კორპუსების ეზოში კანალიზაციის პრობლემა ისევ არის გუბეები გასა ბავშვები თამაშობენ. იქაც შევარდება, იქაც არის. თავახტილი კანალიზაციებია იქაც. ეზოში მომითხარეს და მე ჩემი ხელ დამოავსე. მაგის გამო დამიჭირეს მეთქი და გადმოვიდა აქაც ვერა ხალხო ეს შემეძოში ვემართო აქაც არის მეთქი. მოხდა ის რაც მოხდა და ყველამ უნდა აგოს პასუხი იმისთვის რაც აქ მოხდა. ყველა თავრობის წარმომადგენლებმაც ვინც ამას ტერიტორიას წმინდავდა იმ სამსახურმაც ვინც იცავდა ტერიტორიას და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. პრეზენტ როდესაც კაფსულში ჩაგდება და იგეგმებოდა იმ ღამეს ჯებირებით აკავებდნენ ტერიტორიას და ერთი მხრივ კარგი იყოს რომ მთელი ტერიტორია იქნებოდა შემოღობილი, თუმცა მეორე დღეს და იჯებირები მოხდეს და წაიღეს. და მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო წარმოუდგენელი უბედურება და წარმოუდგენელი ტკივილი. ეს ბავშვები არიან დაბადებული და აქ გაზრდილი. რამდენი მათი ასაკით? და ორივე თხილში იყო ჩავარდილი, ხო? და ტერიტორია რატომ არ არის შემოსაზღვრული? მანამდე ადგილობრივებს არ ქონდათ ამის შესახებ მოთხოვნა, თუ თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია? როგორ ვთქვით,
ყველას ხონდა მოთხოვნა რომ უსაფრთხოდან ნაგავისგან გაწილიყო, მაგრამ ყველა სამსახური და სამინისტრო ჩართული იყო ამ ტერიტორიის გასაწმენდად და იმისთვის რომ სამუშაო საქმიანობა ყოფილიყო შემოკავებულ ტერიტორიაში, თუნდაც დემონტაჟის პროცესი. თუმცა ხედავთ ფაქტის წინაშე რაც მოხდა, რამოდენიმე დღის უკან კაფსულა ჩააგდეს მშენებლობისთვის. ახლა გავს ეს ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა წარიმართოს. ფაქტობრივად 1 მეტრი მიწა არ არის. შემოკავებული პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ვინც დემონტაჟს ახორციელებდა ქალაქის მერიას, ყველა უწყებას, აბსოლუტურად ყველა უწყებას.